ჩემი აზრით კი რა თქმა უნდა ყოველ შემთხვევაში როდესაც ევროკავშირისგან ახალი შეტყობინებები იგზავნება ხოლმე ქართული ოცნების ან საქართველოს მოსახლეობის მიმართ რასაკვირველია ამაზე ქართულ ოცნებას აქვს რეაგირება რომელიც ჩვენთვის ხშირ შემთხვევაში ჩანს რომ რაღაც შეიძლება ისტორიულიც იყოს და ასე შემდეგ მაგრამ არ დაგვაუწყდეს რომ ესენი არიან უკვე მუდმივად ისტორიულ ასე ვთქვათ ჩვენთვის ჩვენი გადმოსახედიდან ისინი ყოველდღე რასაც აკეთებენ ეს არის რაღაც ისტორიული ქმედება იმიტომ რომ მათ მხარეს სიმართლე რო აღარ არის დარჩენილი ანუ ყოველ მხრიდან რაღაც თავის ამ კოშკის შელამაზებას სჭირდება რომ არაადეკვატური, არარელევანტური მათ შორის შეტყობინებები გაუგზავნონ ადამიანებს პაპუაშვილის პირით იქნება კობახიცის თუ ასე შემდეგ ამას არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ჩემთვის თავარი მაინც არის ერთადერთი რამ ესენი არა მხოლოდ ამაზე არამედ უფრო დასავლეთიდან უფრო მკაცრი, ასე ვთქვათ, შეტყობინებებისთვის კი არა, უშუალოდ მოქმედებებისთვისაც არიან მზად და ეს არაფერს არ შეცვლის ძირეულად უახლოეს მომავალში. მე არ შემიძლია არ დაუბრუნდე იმ საკითხებს, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ, თუ მაქვს ამის საშუალება. შეიძლება და შეგვიძლია მე დავაკავშიროთ მათ შორის საგარეო ურთიერთობები და წნეხი ამასაც. ხო, დღეს უბრალოდ ეს კითხვა იმიტომ დავსვი თქვენთან მიმართებით, რომ აი ლიდერების მიმართ დაანონსებული დევნის ახალი ფაზა, პატიმრობაში უკვე ყოფ ლიდერებს კიდევ ციხეშივე გააგებინეს რომ რაღაც გამოგონილი აბსურდული საბაბით ახლა შესაძლოა კიდევ მრავალი წლით ჩატოვონ საპრობილეებში ესეც დაუკავშირეს ანალიტიკოსების ნაწილმა ზუსტად ევროკომისიის გადაწყვეტილებებს რომ ხალხი კი არ დაისჯება აქ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო არამედ ამ ვითარების შემქმნელი პირები და ამ ყველაფრის შემოქმედები მაღალჩინოსნები აგებენ პასუხს იმ კანონობაზე რასაც ვხედავთ ჩვენ ყოველდღე კი ბატონო, მანდ ერთი გამართლება, ასე ვთქვათ, ახსნა უпростоრად რაც შეიძლება იყოს ამ ლიდერების დატოვების არის შემდეგი, რომ ვიცით, რომ თუ ვინმეს ქონდა კომუნიკაცია დასავლეთთან, მათ შორის იყვნენ ეს ლიდერებიც, ხო, ან ისინი ვინც გარეთ დარჩნენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი ციხეშია და ვინც გარეთ არიან, იმათ ემუქრება რეჟიმი, რომ ჩასვამს. შესაძლოა რეჟიმის გათვლა იყოს, რა თქმა უნდა შესაძლოა, ვერ ვიტყვი ზუსტად, ის რომ აქ აღარავინ დარჩეს ისეთი, ვისაც ექნება ხალხის თვალში მაინც რეალურ წონას თავი რო დავანებოთ, რაღაც სიმძიმე რომლითაც შეძლებს რომ ევროპელებს დაელაპარაკოს და უთხრას რომ კი ჩვენ ისევ აქ ვართ, არა მხოლოდ რუსთაველის ამბავი, არამედ პოლიტიკური პარტიები ისევ ვართ, ისევ არსებობს სიმძიმის centrები, მართალია შელახული, მაგრამ მაინც და ამიტომ მოდით ნორმალიზებისკენ არ წახვიდეთ. ჩემი ის პოლიტიკოსები არიან, ვინც კონკრეტულ დარღვევებზე იძიებდა დოკუმენტებს, ფაქტებს აგროვებდა და ამ შემდეგ მზამასალას აწვდიდა ჩვენს პარტნიორებს. ეს დღეს ტრიბუნიდან პროკურორმა თქვა, რომ ეს დანაშაულია საუბარი იყო იმაზე, რომ სანქციებისთვის კონკრეტული სია გადასცა ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენელმა ჩვენს რამდენიმე პარტნიორს. ხო, ეს თურმე არის დანაშაული და ვისთვის ვითხოვდით ამ ადამიანების სანქციერებას, ეს რატომღაც გამორჩა პროკურორს. ამ ლოგიკით მეც დასაპატიმრებელი ვარ, უამრავი შეხვედრა მქონდა დიპლომატებთან, ვისთანაც მათ შორის იმედის მფლობელის დასანქციერებას ვითხოვდი მე პირადად, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი кейსი რომ ავიღოთ, ერთი წელი გავიდა თითქმის ჩემზე თავდასხმის დღიდან და კადრი არ აჩვენდა ტელევიზიამ. ეს ხომ მიუთითებს, რომ ის არ არის კეთილსინდისიერი, ის ემსახურება მხოლოდ რაღაცა ბნელ მხარეს, არ აკმაყოფილებს არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს. ანუ მეც დამნაშავე ვარ, მაშინ მეც დამიჭირე. აბსოლუტურად. ესენი ხო უკვე იმისკენ მიდიან ჩრდილოეთ კორეაში, რომ თუ ბრაზილიას 2-1 ვერ მოუგეს, გამოდის რომ მათი ლიდერი რაღაცას კარგად ვერ აკეთებს, ინდონეზია არის უკვე იქ წასული ეს სიცრუის ასე ვთქვათ სტრუქტურა ხო და ჩვენთანაც ნებისმიერი ქმედება რომელიც ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს რადგან ისე აჩვენებენ რომ თითქოს სახელმწიფო და ქართული ოცნება ან უпростоრად ბიზნა ერთი და იგივეა რასაკვირველია მათთვის არის უკვე საბაბი რომელთაც არავითარი მათ რაღაც წინაპირობა ან ასე ვთქვათ ზღუდი არ აქვთ რომ თქვან რომ კი აი თქვენ ან მე ან სხვა ადამიანებმა თუ მათ საწინააღმდეგოდ რაიმე თქვეს ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ნუ ასეთ ამბებს რა თქმა უნდა ველოდოთ გავიმეორებ ისევ იმას რომ სავარაუდოდ შესაძლოა მათ უნდათ რომ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ნორმალიზებას დასავლეთთან და ამისთვის მათ შორის ერთ-ერთი მექანიზმი არის ის რომ აქ არავინ იყოს ისეთი ვინც შეძლებს მათთან საუბარს აი ამ მტკიცებულებების ჩატანას და ასე შემდეგ სხვათა შორის მე ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთან მაგრამ ერთს რასაც ვერ დაუკარგავთ არის ის რომ კრიზისის პირველ დღეებში მათ შეძლეს რომ გონი მაინც სათანადო კომუნიკაცია ქონოდა დასავლეთთან იმისთვის რომ მათ დაენახათ აქ რაშია საქმე. ხო, ამ ნაწილში კოორდინაცია მართლა შეეძლეს. შიდა პოლიტიკურ ნაწილში ბევრი ხარვეზი იყო, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში ნამდვილად აჩვენეს ერთიანობა.
ამიტომ გამოსავალი აქედან იქნება ის, რომ თუ კი ის ადამიანები მალე ვერ გამოვიდნენ და დაუშვათ არ იქნებიან ჯგუფები, რომლებსაც სათანადო, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი ექნებათ, რომ დასავლეთში თქვან, რომ ჯერ ნორმალიზებაზე ფიქრი ადრეა, ამისთვის მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შევქმნათ აი ესეთი, ასე ვთქვათ, სიმძიმის ცენტრები რაღაც ჯგუფების გარშემო, მათ შორის, რაც მე ასევე მაკავშირებს იმ ძველ არგუმენტთან, მათ შორის, რომელიც ქალბატონმა თქვა, რომ მე არ ვფიქრობ, რომ ხალხი პროტესტში უნდა დავაბრუნოთ და ქუჩაში გამოვიდნენ რუსთაველზე. ჩემი აზრით ეს არ არის სწორი. ამ პროტესტმა, მე ქართველი ხალხის, აი მართლა არც ერთი ადამიანის მიმართებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ყველამ გააკეთა იმის მაქსიმუმი, რაც შეეძლო მოცემულ ვითარებაში. აბსოლუტური დეზორგანიზაციის პირობებში, როდესაც პარტიებს არავის არ ქონდა საშუალება, რომ რაიმე იერარქიული სტრუქტურული გეგმაზომიერი ქმედებები განეხორციელებინა, ამ ადამიანებმა შეძლეს, რომ აუარებლად ბევრი დღე ევლოთ ქუჩაში, შეექმნათ მასიური, ასე ვთქვათ, პროტესტი და მოიტანეს ეს ყველაფერი აქამდე და ეხლა თქვენ ვის წარმოუდგენია არ ვიცი მე, რამდენ ხანს შეიძლება ამ ადამიანებს მოუწოდოთ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში. ერთი დიდი მნიშვნელობა, რასაც პროტესტი ატარებს, არის ის, რომ ის არის ჩვენი ღირსების საკითხი. ადამიანები რომ იქ დგანან, ეს ნიშნავს, რომ კი ქართველებს გვაქვს ღირსება, მათ უკან რა თქმა უნდა 100,000-ობით ადამიანია, რომელიც არ ეგუება ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის ბრძოლის გაძლების, ასე ვთქვათ, ნაწილი. ჩვენ გავუძელით, მათ შორის იმ გმირობების ხარჯზეც, რომელიც ჩაიდინეს პროტესტის მონაწილეებმა, მაგრამ ეხლა გვჭირდება, რომ ძალები მოვიკრიბოთ და გაძლებასთან ერთად შევძლოთ შეტევა. ამისთვის არ არის და პირიქით ჩვენ უფრო მეტ ენერგიას დაგვახარჯინებს ყოველ დღე თუ შეიძლება ჩემი აზრია, ეს ვიცი რომ შეიძლება კრიტიკა დაიმსახუროს, მაგრამ ყოველ დღე 10,000-ობით ან 1000-ობით ადამიანის რუსთაველზე გამოსვლა უფრო დიდ შედეგებს დაგვახარჯინებს, ვიდრე არ ვიცი თუნდაც თვეში ერთხელ რო გამოვიდეთ ძალიან ბევრი და ყოველ დღე ვინც შევძლებთ მივიდეთ რუსთაველზე, მაგრამ დავორგანიზდეთ, რომ შევქმნათ სხვადასხვა ფრონტები, მათ შორის ჩვენი მოძრაობების, პოლიტიკური პარტიების, რასაც აკეთებენ ჩვენთან მსვლელობი ადამიანები და არაპოლიტიკური ან უბრალოდ მოძრაობების ირგვლივ, რომ ჩვენ ვიყოთ ორგანიზებულები. საქართველოს ისტორიაში მე მგონი ერთადერთი ადამიანი, ვინც წარმატებით ეს მოახერხა, იყო 10 საუკუნის წინ დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1099 წელს რო რაღაცეები დაგეგმა, 20 რამდენი წლის შემდეგ ახლა არ ვიცი, მაგრამ 1022 წელს აიღო თბილისი, ხო? არ მინდა ვინმე შევაშინო იმით, რომ მე ძალიან გზელვადიანი პერსპექტივები მაქვს, მაგრამ ამას მათ შორის ვუყურებ ისე, რომ ღმერთი საჩუქარია ეს იმისთვის, რომ დიდი გამოწვევის შედეგად ჩვენ შევდგეთ ძალიან ძლიერ ერად. ამიტომ მე მინდა, რომ არათუ ყოველ დღე რუსთაველზე რამდენიმე ათასიან ადამიანს მოუწოდოთ, რომ გამოვიდეს და იქ დახარჯოს თავისი ენერგია. თვეში ერთხელაც საკმარისი იქნებოდა ეს, არამედ მოდით მეგობრებო, ყველამ აი თქვენი პოზიციები ვისთანაც უფრო ახლოსაა, შეიძლება ბატონ სიმონთან, შეიძლება სხვებთან, მათ შორის მემარჯვენეებს, რომელთაც არ ქონდათ აქამდე დიდი სივრცე და ძირითადად პრორუსები და ისევ რეჟიმი, ასე ვთქვათ, თავს აჩვენებდა რაღაც მემარჯვენე კონსერვატორულ ტრადიციონალისტურ ფსევდო ძალად, ხო? ამათ სამწუხაროდ აქამდე ადგილი არ ქონიათ, რომ თავის სიტყვა ეთქვათ. მოდით ჩვენ დავუკავშირდეთ ერთმანეთს და ორგანიზებულად მოვემზადოთ, დავგეგმოთ და შეუტიოთ რეჟიმს არა მხოლოდ ქუჩის პროტესტის, არამედ უფრო სხვა და რაღაცა საინტერესო მიმართულებებით.